ფეტვიკა 20 ლარი. ბიჭებო, ბროკოლას გადაეცით დროულად უპასუხო შეტყობინებებს. იქნებ თქვენი ნათქვამი მაინც გაიგოს. ვის? ბროკოლას. ბროკოლა? ხო. ბროკოლა მეგობარო. შეტყობინებას დროულად უპასუხო არ იქნება ცუდი. ბროკოლ. დაგაყვირებს ხალხს ძინავს უკვე. აუ ისა კაი ის იყო ბიჭო. მოსტრავის კორპორაციის. აუ რა კაი ვიდეო იყო თო. ყოველ და თელ დღე უყურებ. იმენა გენიალურადაა დასმული. თანაც გაფართოებული თვალები გაკვირვებული რო იყურება. და მე საათს რო გახედავს, აი ძალიან კარგი იყო, ვინც ეგ გააკეთა, აი ნაცვალე რა, გენიოსი. ძალიან კაი იყო. ძალიან მაგარი იყო. თან ბიჭო ტექსტიც ისეთია, ვიდეოც ისეთი აქვს შერჩეული. შენი რასაც ბაზრო დროზე, მანდეს დროზე ვატრაკებ. სასწაული ვიდეო არის. ძალიან სასაცილო იყო, ბიჭო. თან ამისი რეაქცია უცებ რო ეღვიძება და წარმოვიდგინე რომ ვიღაცა ბავშვია, რომელიც ვაფშე გონზე არა. просто YouTube-ი ქონა ჩართული და უცებ ეს გაეჩინა. ჩაერთო. იმიტომ რომ იყო არის ბევრი ტიპი აქვს რა, ნათქვამი რომ რაღაცა სხვა ვიდეო დამთავრდება. ორშაბათობა ირთვება. ხო, იმენა ის არის, შეთქმულების თეორია. როდის გახდა ეს გადაცემა? მე არ მომიწერე კონტრაქტზე ხელი. შენთან 3 საათიანი გახდა ეს გადაცემა. და თუ ასე წყურია, რაღაცა სხვაც გააკეთე კიდე, ფორმულაზე, იმაზე, ამაზე, ან რუბრიკა. რუბრიკა რაც თქვი არაფერი. ბერო მომიტყვა რომ მეძინებაო და რომ მეღვიძება ორშაბათობა ჩართულია. მეგობარმა მითხრა. ფილოსოფიურ ვიდეოებს უყურებდა. და ვახო მითხრა, რეალიტეტ რომ ჩემ მეუღლეს კონდაო, გამეღვიძაო და ჩართული კონდაო და ორშაბათობას უყურებდა და გავგიჟდიო კინაღამო ტატოს რატო უსმენოდა თურმე დაეძინა პროსტა და ჩაივიდა ავტომატურად. ხო, თორე ბავშვი არ უყურებს ყო ორშაბათობას. რაღაცა ის არის, ალგორითმი გატეხილია YouTube-ის და რა შეასაქმე არ ვიცი. ხარისხიანს ხვდებოდ YouTube-ი თვითონ. აი, რა შევთავაზოთ ხალხს ხამის 3 საათზე და არის სექსი იმასთან, რაღაცა ვარიანტები და ახლა ორშაბათს ხო ერთიანად ყველაფერს მაგას. სექსი ჩვენთანაცა. რა თავი დამანები კაცო. ყლეყვერა 8 ლარი. ბიჭებო, თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელია სწორი, ფაჩარი თუ ფანჩარი? მადლობა. ნ. რამდენი 8 ლარი და ხარჯი რაში ახლა? შეგეძლო დაგეგუგლა. მე ფანჩარს ვამბობ. ამასაც აიტაცა ახლა. ნუს გარეშე იდიოტობა. რა ფაჩარი რა უბედურება გამართა ახლა. არ მინდა შევყვი ამ თემის გაგრძელებას, იმიტომ რომ ღამის პირველ საათზე ვიღაც რო გაეღვიძოს. აი ამაც კარდიალოგს არ მოусმენს. რომა ისეთ დღეშია გერბზე ლომი რო ყავთ, ისიც ბექაურთან გაიქცა, მე რა მინდა მან. აი სხვანაირად უნდა წამეკითხა. რომა ისეთ დღეშია გერბზე ლომი ყავთ, ისიც ბექაურთან გაიქცა, მე რა მინდა მან. სალაჰი რა სხვა რამეა ჩემო ლუკა. რომას გერბზე ლომი არ ყავს. მგელია მაი, მგელი. რომულუსი. მართალია. მგელები. რომაელები, მგლები. ლომი არ არის. გიგი 8 ლარი. გთხოვთ მომილოცოთ დაავადების დღე. PS პატრონი მე არ მყავს, იმას რომ დაედონტებინა და გულს მაინც გაუხარდება ახლა. უიმე დედა, გიგი გილოცავ დაავადების დღეს. 80 წარი, შენ გიგი საჩაკი გიცხოთ ფული. შენ ჯამთელად იყავი და რაღაცა ყველაფერი კარგი ქონოდეს, მეგობარო. ჯამთელობა რაც თავარია კიდევ ერთხელ და მენტალურიც მათ შორის, არა მარტო ფიზიკური, მენტალური ჯამთელობაც აუცილებელია. და იმედია გექნება. იმედია გექნება რა სიტყვაში. ეხლა რა აქ და ექნება თუ რა? რაღაცა ისეთი ის მოიწერა რომ. ხო, მაგრამ რა აუცილებელია პრობლემები კონდეს ადამიანს, კაცო, გულის ტკივილი გამოთქვა რაღაცა. არა, დაბადების დღე რო გინდა რომ მოგილოცოს და შენამაში ფულს იხდი. რაღაცა ბიჭო, კარგი, შეჩემა, ნუ გაწირი ადამიანი. რატო გავწირე? იმიტომ რომ შენ მაიმუნი. გიგი არის მართალი კაცია ამ შემთხვევაში გართობა უნდა და შენ გამოგიგზავნა 10 ლარი და აბა იცეკვე მაიმუნოა და წეკვავ შენ მე გიგი დაბადების გილოცავ შენ გაკ პრობლემა იმას კი არა გიგი განაცვალე ჯიგარი ხარ შენ არ უსმინო ამას კაცო მე საერთოდ არ მიღია მაიმუნი ხარ მაიმუნი dance for me monkey და იცეკვე გაიხარე გიგი და იმედია რომ მეგობრებთან ერთად დღეს თუ არა ეხლა თუ არა ხვალ მეგობრებთან ერთად აღნიშნავ შენ დაბადების დღეს პრაიმ აზარი თუ პრაიმ სალაჰი აზარი ძალიან მაგარი იყო. მაგრამ მე მგონი სალაჰი. საყურებლად მე დიდი ბოდიში მაგრამ არა, აზარი მირჩევნია. საყურებლად. მეც, საყურებლად კი, მაგრამ როგორც ფეხბურთელი. შედეგიან გუნდში ვინ მეყოლებოდა რომ ყველაფერი სალაჰი. შედეგი დამედო აუცილებლად სალაჰი მეყოლებოდა. მეც სალაჰს დავადებდი ხელს. თორე საყურებლად ის აზარი 3 წელი რაც იყო, ძალიან მაგარია, ძალიან ლამაზი საყურებელია. და ბავშვსაც ასაკრებოდ დაარტყა იქ იმ სვონსის. ბოლბოის.
დიეტოლოგი 10 ლარი. მოუწოდოთ რატის, რომ დაიკლოს წონაში. რატი დაიკელი წონაში. რატი დაიკელი წონაში. რატის წონა არ ვიცით და შესაბამისად ვერ მოუწოდებთ ვერაფერს. რაღაცა გადაცდომა არ მოგვივიდეს. ხო. იქნება და კრიტიკულად ის იყო სახიფათო თუ კიდევ დაიკლებს. მე რა ვიცი, იგებ 30 კილოს იწონის კაცო. მაგრამ ფულია გადახდილი და მოგიწოდებთ, მეგობრებო. რატი დაიკელი წონაში, არ ამგონიო რომ ფული გადახდილიყო ისეთ რაღაცაში, რაც შენ გაუნებდა. პირიქით, წონაში კლება ცუდი არ არის. ამბობს კაცი, რომელიც ვერ იკლებს წონა. კაი. არა, ვერ გალაფრუმრო. შემდეგ გამოუშვი. რამდენი დავიწყე ქვეყანაში სულ აირია. მე მგონი მე არ უნდა ვიყო დიეტა. შენი ბრალია შეჩა. ორჯერ დავიწყე დიეტა. შენი ბრალია რა. ანუ პირიქით, მაიკლ ჯექსონის პირიქითი ვერსია. მებრძვიან. შენ რო დიეტაზე გადაწყვეტ დაჯდომას, მაშინ ირევა სიტუაცია. შენ ხარ პირიქით შენ ხელოვანებს. დეივ შაპელს აქვს ხუმრობა ძალიან კაი ადრე ძველ დეივ შაპელს, ახალგაზრდა დეივ შაპელს, მაიკლ ჯექსონს. როცა რაღაცა სიტუაცია ირევაო, ეგრევე მაიკლ ჯექსონზე ახალი ალი როგორ ჩდებაო. ბავშვის გაუპატიურების დაბრალებაო, ახალიო. ყურადღება გადაიტანო? ხო, ყურადღებას და მე რო იბარებენო იმაშიო. პრეზიდენტი რო იბარებს მაიკლ. ეკონომიკა ისე დამძრეული აქვს ეკონომიკასაც ცუდად საქმე. ბაიდენი მოუწოვო კიდე. რა კაი ის არის შენ. აი რევზე ლაპარაკობ შეჩემა. შაპელის ხუმრობაა შეჩემა. ანუ შაპელი რასაც ამბობს ყველაფერი კი უნდა გაიმეორო. შენ ხარ პირიქით თქო მაგას გეუბნები. აი ჯექსონი ხომ აქ ხუმრობაში ისეა რომ სიტუაცია რო ირევა ამერიკაში მაშინ იბარებენ ვითომ ჯექსონს და. ნუ მიხსნე ძალიან. კარგი გამეყლეობა გააკეთე რომ ეს ყურადღება შენზე გადმოიტანო, შენ პირიქით ხარ, შენ რო გადაწყვეტ რომ ყურადღება შენზე გადმოიტანო რომ აი დიეტაზე ვჯდები და რაღაცა ამ დროს რაღაცა ხო, კანონი განცხადება. ესა